ვეფხისტყაოსნის სტროფული კომენტარები. პროლოგი. სტროფი პირველი. რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა. ზეგარდმოარსნი სულითა ყნაზე ცით მონაბერითა. ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა. მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში პოპულარულია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორი ამ სტროფში სამებაზე საუბრობს. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ამ სტროფში მოცემულია სამყაროს შექმნის ბიბლიური მოდელის დასრულებული სურათი. როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენ საერთოდ ეს სტროფი? რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერით, ესე იგი თავისი ძალით ღმერთმა შექმნა სამყარო. სამყარო ეს არის ადგილი, ზეცა, რადგან სამყარო ამ შემთხვევაში და მყარი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის ადგილი, რომელიც არ იცვლება, რომელიც დროის მდინარებას არ ექვემდებარება, რომელიც დაუსაბამო და დაუსრულებელია. შემდგომ ამისა, როგორც ბიბლიაში დაბადების პირველ თავებში ჩვენ ვკითხულობთ, ღმერთმა ამის შემდგომ შექმნა ქვეყანა და ადამიანთა სამყოფელი. ესე იგი, შექმნა ადამიანი და ადამიანის სამყოფელი. ადამიანის სამყოფელი მოცემულია მრავალი ფერით. მრავალი ფერით მიანიშნებს იმას, რომ ის ცვალებადია. ის ექვემდებარება დროის ცვლილებას, ადამიანური სამყარო ექვემდებარება დროს და იგი იცვლება განსხვავებით იმ სამყაროსგან, რომელშიც ზეციური არსებანი დაამკვიდრა ღმერთმა. ხოლო ამ სტროფის ბოლო ტაეპი ასეთია: მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. ამ ტაეპთან დაკავშირებით რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში აზრი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მისგან არის ყოველი ხელმწიფე მიანიშნებს იმაზე, რომ ღმერთმა დაადგინა მეფეთა ღვთაებრივი წარმომავლობა სამყაროში და ხელმწიფება ადამიანზე. ხოლო მეორე მოსაზრება ამკვიდრებს ასეთ აზრს, რომ ჩვენ ამ ტაეპში უნდა გვესმოდეს ქრისტიანულ ფილოსოფიაში დამკვიდრებული ერთი თეოლოგიური ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისუფალი ნებით. ესე იგი, ხელმწიფე ამ შემთხვევაში მიანიშნებს სიტყვაზე ხელეწიფება, ანუ ადამიანი არის თავისუფალი და თავის პატრონი. ძალიან რთული იქნება ამ მოსაზრებათაგან რომელიმე ერთი შევრაცხოთ ჭეშმარიტებად, რადგან ორივე მოსაზრება საკმაოდ ბუნებრივია შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიისათვის. ღმერთის მიერ სამყაროს შექმნაზე, ადამიანისათვის თავისი ადგილის მინიჭებაზე და თავისუფალ ნებაზე გვესაუბრება ვეფხისტყაოსნის პირველი სტროფი.